Okay. Let's go. Zatwar. სანამ იტყოდეთ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ იუთუბერობა დაიწყო და გასწრებდა გეტყვით, რომ ძალიან ზარმაცი ვარ და სწორედ მაგიტომ არ დავიწყე წლების წინ არხის გაკეთება. თუმცა კარგია, იმიტომ რომ თავის დროზე რო გადამეღო, სრულიად სხვა კონტექსტით წარდგებოდი თქვენს წინაშე. მცირე შესავალს გავაკეთებ, ვინ ვარ, რა ვარ, რას წარმოადგენ და რა მინდა. მე ვარ ნინო ველთაური, ვარ 35 წლის, ტატუ არტისტი, ბაიკერი და რავი, უბრალოდ მოკვდავი ადამიანი. 2017 წელს დავეუფლე მოტოს მართვას, ერთი კარგი ადამიანის დამსახურებით, დაუბრუნდი ჩემს ბავშვურ ოცნებას და დავჯექი მოტოზე. და ამ კარგი ადამიანის დამსახურებითვე აღმოჩნდი ძალიან მალე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და მივხვდი, რომ ეს ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყავი. და მას შემდეგ შეიძლება ითქვას, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა მიეცა ტრეკზე სიარულს. ეს ამ მცირედი ჩემს შესახებ, ეტაპობრივად გიამობ თუ რამე საინტერესო გამახსენდა ჩემ თავზე, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი ვლოგი. წარმოგიდგენთ ნილოს ვლოგი მოტოსპორტზე საქართველოში. ალბათ სახელიდან გამომდინარე უკვე დაახლოებით მიხვდებოდით რა თემატიკას შევეხები, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ. იმიტომ რომ რამოდენიმე მეგობართან რო გავაჟღერე, ჩემი იდეა ყველას ეგონა რომ ეს იქნებოდა მხოლოდ წრიულ რბოლებზე, რომელშიც აქტიურად ვარ ჩართული და თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ფავორიტი სპორტული აქტივობა, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ წრიულ რბოლებზე, არამედ საქართველოს მოტო ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ყველა შეჯიბრება იქნება ჩვენს არხზე. მე მინდა ეტაპობრივად გაგაცნოთ რა ღონისძიებები იმართება, რა ხდება დღესდღეობით მოტოსფეროში, რა ღონისძიებები ჩატარდა გასულ წლებში და ვნახოთ განვითარების რა ეტაპზე ვარ და რა სამომავლო გეგმები გვაქვს. განვიხილოთ წლევანდელი სეზონი და როგორც გითხარით, შემდეგ ეპიზოდებში შემოგთავაზებთ გასული სეზონების ინფორმაციას. წელს სეზონს გახსნის ჯიმხანა, ენდურო და ედვენჩერის კლასი. ედვენჩერის ხოთაშორის ახალი დამატებული კლასია და გაიმართება სუბრი. დაწყნები ჩვენები არის. და ედვენჩერის ხოთაშორის ახალი დამატებული კლასია და გაიმართება წყვილთა რბოლას. ხოთაშორის მე ვაპირებ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება არ მაქვს ენდუროზე. ეს მაინც პირველი ეტაპია და სულზად რომ სამოყვარულო სახე აქვს ამ შეჯიბრს, ასე რომ ვინც ფლობთ adventure ან dual sport მოტოციკლებს, მე გირჩევდით რომ მიგიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თითოეული შეჯიბრი ჩემი აზრით, რავი, 10 კარგ ვარჯიშს უდრის, რამდენ შეჯიბრშიც მიმიღია მონაწილეობა. მე არ მქონია ამბიცია რომ ვიღაცას გავჯიბრებოდი, საპრიზო ადგილი დამეკავებინა და რაღაც ტრიბუნა ტაბლოზე თქვა ჩემი სახელი გამოჩენილიყო, არამედ ჩემი განვითარება იყო, ჩემი მთავარი მიზანი. ასე რომ რავი, ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოწვევა იქნება ენდუროს და adventure-ის და dual sport-ის მფლობელ რაიდერებისთვის. ნახოთ როგორ იქნება, ხოთაშორის ცოტა ხანში ვაპირებ წავივარჯიშო და თუ შევძელი შემოგთავაზებთ კადრებსაც ჩემი ვარჯიშიდან. ეს რაც შეეხება სეზონის გახსნას 26 აპრილს, მას მოყვება დრაგი. დრაგშიც ვიღებდი მონაწილეობას გასულ წელს, იყო გოგოების კლასი, მაგრამ სამწუხაროდ გასულ სეზონზე ვეღარ შედგა ქალბატონების კლასი და ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რაიდერი გქონდა და რატომღაც მონდომება აკლია თუ გამბედაობა ვერ ხვდები, იმიტომ რომ გამოცდილება და უნარები ნამდვილად არ აკლიათ, ჩემი აზრით. ასე რომ იმედი მაქვს, რომ წელს მაინც უფრო მეტი მონდომებული ქალბატონი იქნება. დრაგის შემდეგ არის წრიული რბოლა, ჩემი ფავორიტი სპორტული აქტივობა. საწყის ეტაპზე, როდესაც პირველად დაიწყო წრიული რბოლები, მე ვიყავი ფოტოგრაფი და კბებოდი ლამაზი ხედებით ბიჭებს რა უყურებდი, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ითქვას მომბეზრდა კამერიდან ამ ყოველთვის ყურება და მინდოდა გადავწყვიტე რომ მე შევერთებოდი. ორი სეზონი ვირბოლე მოყვარულთა კლასში, გასულ 2 წელს იყო წრიული რბოლის ორი კატეგორია, ერთი იყო პრო კლასი და მეორე იყო მოყვარულები, სადაც მე ვასპარეზობდი. წელსაც თუ დარჩება მოყვარულთა კლასი, სიემოვნებით მივიღებ მონაწილეობას ჯერ
ცოტა ხანში გავისაუბრებთ გიორგი ჩიქოვანს, მოტო ფედერაციის პრეზიდენტს და სრულ ინფორმაციას მივიღებთ, რა კლასები იქნება, რა შეჯიბრებები იქნება, რამდენი ეტაპი იქნება და ასე შემდეგ გამომწვევ რა ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოტოსპორტს, უნდა ვაღიაროთ დღესობით არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის ჯაჭვური რეაქცია ჩემი აზრით, სადაც თითოეული ადამიანი ასრულებს თავის როლს, როგორც მონაწილე, როგორც მოტოფედერაცია, როგორც სპონსორი და როგორც მაყურებელი. და ფიქრობდი სხვათაშორის ყველაზე მეტად წრიულ რგოლებზე ახლა ეს პრობლემა მაყურებლების ნაკლებობას განვიცდით და ძალიან ბევრჯერ გამიგია მიზეზი, იმიტომ რომ ტრიბუნებზე ცხელა და არ არის ვთქვათ საჭირო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ კომფორტულად უყურონ ამ რბოლას. მე კიდე გეტყვით, რომ პირველ რიგში ჩემი აზრით ყველაზე სანახაობრივი და ყველაზე ლამაზია ალბათ წრიული რბოლა. შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ბევრის დამემოწმება იმედი მაქვს, მაგრამ ყველაზე ნაკლები მაყურებელი ყავს ამ სპორტს. წეგა როგორც აღნიშნე, ცხელა ტრიბუნებზე და ერწმუნეთ, რომ რაიდერზე მეტად არ გცხელთ, რომელსაც 40 გრადუსის სიცხეში ყავის კომბინეზონი აცვიათ რამოდენიმე საათის განმავლობაშია, ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში იმისათვის, რომ თქვენ შემოგთავაზოთ სანახაობა. როდესაც არ არის მაყურებელი, არ ინტერესდება სპონსორი, როდესაც არ არის სპონსორი, ენთუზიაზმი, არც მაყურებლის და სპონსორის ნაკლებობის გამო რაიდერს არ აქვს ის ენთუზიაზმი, რაც დღესდღეობით მხოლოდ ეგ გააჩნია რეალურად ვთქვათ. ანუ ენთუზიაზმით დადიან ეს ბიჭები ტრეკზე და ჩვენ ყველამ ჩვენ წინ უნდა შევიტანოთ იმისათვის, რომ ეს ჯაჭვური რეაქცია მოხდეს და ეს სპორტი განვითარდეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით როგორც სხვა სპორტებს ექცევა საქართველოში ყურადღება, არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ამ სპორტს ძალიან პერსპექტიული, ძალიან ლამაზი და რა ვიცი, ალბათ ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი სპორტია. გარდა იმისა, რომ სანახაობრივად და ასე შემდეგ, როგორც რაიდერი, როდესაც მსგავს აქტივობებში ხარ ჩართული, საკმაოდ ვითარდები და შესაბამისად ქალაქში გადაადგილებაც ბევრად უსაფრთხო ხდება, იმიტომ რომ რა გამოცდილებაც მივიღე მე ტრეკზე, რო არ ყოფილიყო ეს, ქალაქში ჩემი ინციდენტები, უმეტესობა რომელსაც თავი ავარედე, ან კრახი დასრულდებოდა, ან არ ვიცი. რეალურად რო ვთქვათ, დღეს მოტოსპორტი დგას ენთუზიაზმით საოცე გარკვეული ადამიანების ჯგუფზე, რომელიც მართლა მხოლოდ ენთუზიაზმით დებენ დიდ შრომას და ენერგიას. არა მარტო ფედერაციაზე საუბარი აქ თითოეულ მონაწილეზე ამ შეჯიბრებებში, რომ იცოდეთ რამხელა შრომას დებს თითოეული რაიდერი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიჭი ყავს, არა მარტო ბიჭი, წეგა როგორც აღნიშნე გოგოების, უბრალოდ გოგოების მონდომება გაკლიათ და იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდებით უფრო მეტ აქტივობებში. ძალიან ბევრი კარგი რაიდერი ბიჭი ყავს, რომლებიც საკუთარ რესურსებს დებენ, არა მარტო მატერიალურს, ან დროის და შრომის დიდ რესურსს დებენ. და იმსახურებენ, რომ გქონდეთ ხელშეწყობა, რომ იასპარეზონ მსოფლიო დონის შეჯიბრებებზე. აუცილებლად, როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნე, პარალელურად სხვა ეპიზოდებში შემოგთავაზებთ გასული სეზონის ღონისძიებებს და გაგაცნობთ იმ რაიდერებს, რომლებსაც შეიძლება ითქვას, რომ საძირკველი ჩაუყარეს ამ სპორტს და იმედია, რომ გავა რამოდენიმე წელი და მართლა შეძლებს საქართველოს მსოფლიო ზუგრი რა მოგეჩვენა ახლა? ზუგრიმ შემოწყვეტი. და იმედი მაქვს, რომ გავაწლები და ჩვენთანაც ისე განვითარდება მოტოსპორტი, რომ შეძლებთ მსოფლიო დონის შეჯიბრებებში წარუადგინოთ ჩვენი ქვეყანა. მაშას ახლა გადავინოცვლებ ცოტა წავივარჯიშებ adventure-ზე 26 აპრილს გამართულ წყვილთა რბოლისთვის, რომელიც გაიმართება ჰასკი პარკში კვირას 26 აპრილს, თუ არ ვცდები დილის 11 საათზე დაიწყება ღონისძიება და მთელი წლის განმავლობაში იქნება უამრავი ორთვლიანი ტრანსპორტის გუგუნი. უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე სეზონის გახსნის ღონისძიება, იმიტომ რომ მოსაწყენი ზამთრის მერე, როცა ბევრი ბაიკი სიცივეს ემალება, ამდენი მოტო ერთად ძალიან უხარია ხოლმე. იმედს დავიტოვებ, რომ სხვა ღონისძიებებზეც არ მოგვაკლდება მაყურებელი, თუმცა მესმის მაყურებელთან დაკავშირებული შექმნის პრობლემის გამო ბევრი რაიდერი შეფერხდა. სულ მალე ერთი წელი შესრულდება, რაც ეს განუკითხაობა მედის და იმედია მალე მოეღება ბოლო. ამ საკითხს მოგვიანებით უფრო განვრცობით შევეხებით. მოკლედ ეს იყო ნილოს ვლოგის პირველი გაცნობითი ეპიზოდი. მინდოდა მომეყოლა რაიდეები და გეგმები მაქვს. იმედია და გაინტერესებთ და ამ შემთხვევაში გამოიწერეთ არხი.
და ვეცდები შემდეგ ეპიზოდებში უფრო მეტი ექშენი და საინტერესო ამბები შემოგთავაზოთ. ახლა კი დროებით და გემშვიდობებით და იმედია 26 აპრილს შევხვდებით სეზონის გახსნაზე. იქ მოხდა ამბებს კი უკვე შემდეგ ეპიზოდში გაგაცნობთ. დროებით.